ოკუპაციის შემდეგ ქვეყანა 37 წელია ორად არის გაყოფილი ბერძნული ანუ სამხრეთ კვიპროსი 2004 წელს ევროკავშირის წევრი მოუგვარებელი კონფლიქტით გახდა. ოკუპირებულ და სამხრეთ ნაწილს შორის ახლა განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა. ჩრდილო ნაწილი ეკონომიკურ იზოლაციაშია, მის დამოუკიდებლობას თურქეთის გარდა არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს. გაჭიანურებული კონფლიქტის მოგვარება აქტუალობას რამდენიმე დღეში ისევ შეიძენს, როცა კვიპროსის პრობლემაზე გაეროში გენერალური მდივანი ანგარიშს წარადგენს. კვიპროსის გაერთიანების საკითხი ევროკავშირის მომავალი წლის პრიორიტეტიც იქნება. მოამბის ჟურნალისტების თვალით დანახული გაყოფილი კუნძული. ბუფერული ზონა კამერისთვის მხოლოდ ცოტა ხნით იხსნება. აქ დრო 37 წლის წინ გაჩერდა. ცარიელი და დანგრეულია სახლები, სკოლები, სოფლები. ეს Toyota Corolla 1974 წელს არის გამოშვებული. გასაყიდად გამზადებულ მანქანებს ავტოსალონი დღემდე არ დაუტოვებია. ბუფერული ზონა ორად ყოფს ნიქოზიას, სამხრეთ კვიპროსისა და ჩრდილო კვიპროსის დედაქალაქს. ერთი კუნძული ორად თურქეთის მიერ კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპაციის შემდეგ გაიყო. გაერთიანების შანსი კვიპროსელებს 2004 წელს მიეცათ. მომზადდა გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა. ჩატარდა რეფერენდუმიც, თუმცა გაერთიანების მსურველთა რაოდენობა ჩრდილო კვიპროსელებისაგან განსხვავებით სამხრეთ კვიპროსში საკმარისი არ აღმოჩნდა. ბერძნულ კვიპროსში, რომელიც ევროკავშირის წევრია და ოკუპირებულ თურქულ კვიპროსთან აშკარა უპირატესობა აქვს, განწყობა რეფერენდუმის შემდეგაც არ შეცვლილა. მე რეფერენდუმში გაერთიანების წინააღმდეგ მივეცი ხმა. პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება იმ დრომდე, სანამ ჩრდილოეთ კვიპროსში თურქეთის გავლენაა. სანამ ასეთი პოლიტიკური სიტუაცია და არჩევანიც ასეთი გააკეთა კვიპროსმა, გაერთიანების შანსს ვერ ვხედავ. კვიპროსში დღემდე თურქული ოკუპაციის შედეგებს ითვლიან. ლაბორატორიაში 1974 წლის ანექსიის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიკაციაზე მუშაობენ. ექსგუმაციისა და გარდაცვლილის ვინაობის დადგენის შემდეგ მსხვერპლისგან დარჩენილ 500-მდე ძვალს ამ ოთახში ჭირის უფალს გადასცემენ. Usually the mothers are more intense, there is more pain. იდენტიფიცირების პროცესს ყველაზე მტკივნეულად უგზო-უკვლოდ დაკარგულების დედები აღიქვამენ. წლების განმავლობაში აქ მუშაობამ დამარწმუნა, რომ ჭირის უფლებს შვებას ანიჭებთ იმის გაგება, რომ გარდაცვალების მიზეზი ტყვია იყო, მომენტალური სიკვდილი და არა წამება. კარინია მთელს კუნძულზე ყველაზე ლამაზი ადგილია. ნავსადგურში შემომავალი ყველა გემი თურქულია და სანაპიროზეც თურქი ტურისტები სეირნობენ. ჩრდილოეთ კვიპროს საქმიანი თუ დიპლომატიური კავშირი ყველა დანარჩენ ქვეყანასთან გაწყვეტილი აქვს. ასეთი ხედის ფონზე მართლაც რთული დასაჯერებელია, რომ ქვეყანა ეკონომიკურ იზოლაციაშია, თუმცა ჩრდილო კვიპროსში ამბობენ, რომ 1974 წლის შემდეგ მსოფლიოსთვის ისინი არაღიარებული და არასასურველი გახდნენ. ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელმაც ჩრდილოეთ კვიპროსი აღიარა თურქეთია. ყველა დანარჩენი ქვეყნისთვის კვიპროსი საერთაშორისო სამართლის თანახმად ერთიანი კუნძულია. იზოლაციას თითოეული თურქი კვიპროსელი გრძნობს. გაერთიანება მათ ახლაც უნდათ. ამბობენ, რომ ეკონომიკური წნეხი ძალიან მძიმე, დამოუკიდებლობის ფასი კი ძალიან მაღალი აღმოჩნდა. ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ ვარ და რაც შეიძლება სწრაფად გვინდა პრობლემების გადაწყვეტა, მაგრამ ეს ბერძნული მხარის ინტერესებში არ შედის. მათ მთავრობას ყველა ცნობს, ჩვენსას არა. თურქეთი გვიწევს დახმარებას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ძალიან მინდა გაერთიანება მოხდეს, რატომ? იმიტომ რომ მამა ჩემი მოკლეს 1974 წელს და აღარ მინდა კიდევ ვინმე გაიზარდოს უმამოდ. მეჰმედ ალი ტალატი თურქული კვიპროსის ყოფილი პრეზიდენტია. სწორედ მისი მმართველობის დროს გაიმარჯვა თურქულ კვიპროსში რეფერენდუმზე გაერთიანების იდეა. გულდაწყვეტით ამბობს, რომ ახლა იდეა მკვდარია. დავკარგეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახლი, ვიქეცით არასასურველ და არაღიარებულებად. და რაც მთავარია, დავკარგეთ დრო და გაერთიანების შანსი. დრო ჩრდილოეთ კვიპროსს ყველაზე მეტად აზარალებს. ქვეყანა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ იზოლაციაშია. გაერთიანების იდეისა და რეფერენდუმის ჩავარდნის მიუხედავად 2004 წელს ევროკავშირმა კვიპროსი მოუგვარებელი კონფლიქტით წევრად მიიღო. ამის შემდეგ ერთი ქვეყნის ორ მხარეს რადიკალურად განსხვავებული ეკონომიკური და სოციალური გარემო შეიქმნა. ისტორიის რევიზიას აზრი არ აქვს. კუნძული მთლიანად არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ჩრდილოეთ ნაწილში ჩვენი კანონები არ მოქმედებს, რადგან ეს ტერიტორია კვიპროსის კანონიერი ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება. ექსპერტები ამბობენ, რომ კუნძულის გაერთიანებისთვის პოლიტიკური nebაა საჭირო. ყველაფერი პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული. ნიქოზიის ყოფილ მერს გაერთიანების ჯერა, მაგრამ ის პოლიტიკოსი არ არის. თქვენ მეკითხებით, როდის გაერთიანდება ნიქოზია? მე ამას მოვესწრები. მე მინახავს გაყოფილი ქვეყნები და არა გაყოფილი ქალაქები. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. კომუნიკაცია შედგება აუცილებლად. ადამიანი ხომ სოციალური ცხოველია.
with the globalized economy. ევროკავშირისთვის გლობალური ეკონომიკისთვისა თუ ორად გახლეჩილი ქვეყნისთვის ამ კონფლიქტის გაჭიანურება ყველას ინტერესს თანაბრად აზარალებს. უნდა მოხერხდეს კომპრომისების მოძებნა. დრო კონფლიქტის სასარგებლოდ მუშაობს. სამხრეთ კვიპროსში საკითხი სიმწვავეს ნელ-ნელა კარგავს. კონფლიქტი გაყინულია და გამოსავალი 37 წელია არ ჩანს.